ეს უნდა გამოცხადებულიყო ორ საქმეზე განაჩენი. პირველ რიგში გიორგი ახობაძის სისხლის სამართლის საქმეზე ველოდით განაჩენს და გუშინ გვიან ღამით ცნობილი გახდა ჩემთვის, რომ განაჩენის გამოცხადება გადაიდო, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო სიტყვის უფლებით იქ ბრალდებულმა ისარგებლა და ველოდით უკვე დღეს, რომ გიგაურის პროცესზე, ესე იყო ნავარაუდები, ვინაიდან თვითონ მოსამართლემ გვითხრა, რომ დღეს გამოცხადდებოდა განაჩენი, თუმცა აღმოჩნდა ისე, რომ საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადაიდო და როგორც გიორგი ახობაძის სისხლის სამართლის საქმე, ასევე ანატოლი გიგაურის სისხლის სამართლის საქმე გადაიდო თარიღის გარეშე. ორივე შემთხვევაში შემადგენლობა უნდა დაგვირეკოს და გვითხრას, რომელ თარიღში მოინიშნება მომდევნო პროცესი. შესაბამისად, ნათელია, რომ არც ერთ საქმეზე განაჩენი არ გამოცხადებულა, მიუხედავად იმისა, რომ დაზუსტებით ვიცოდით, დაზუსტებით ველოდით მოსამართლის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე, რომ ორივე საქმეზე დღეს უნდა გამოცხადებულიყო განაჩენი. მოდი ესე ვიტყვი, ძალიან ბევრი ეჭვი და ძალიან ბევრი ვარაუდი მაქვს. არა მხოლოდ საქმის სირთულიდან გამომდინარე, ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ საქმის სირთულე, 9 თვეა ფაქტობრივად 8 თვეა საქმეს განიხილავენ მოსამართლეები და შეიძლება არ იცოდნენ კონკრეტულად რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ბოლო დღემდე, თუმცა გარკვეული აქცენტები დარწმუნებული ვარ, რომ მოსამართლეებს უკვე დასმული ექნება თითოეულ საქმეში. ძალიან ბევრი ეჭვი და ვარაუდი მაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ნამდვილად თავშევიკავ ამ ეჭვებისგან და ვარაუდებისგან. იქამდე მინიმუმ სანამ არ გამოცხადება კონკრეტული განაჩენი, როგორც ახობაძის, ასევე გიგაურის საქმეზე. გიგაურის საქმე არის განსხვავებული ნაწილობრივ ბევრი სხვა საქმისგან, ვინაიდან აქ მოსამართლემ პირველ რიგში უპირობოდ უნდა დაადგინოს, რომ ან იყო აუცილებელი მოგერიების ფარგლებში განხორციელებული მოქმედება, ან არ იყო. შესაბამისად, უმეტესწილად ძირითადად ორი მიმართულება აქვს მოსამართლეს, ან უნდა გამართლეს ბრალდებული, არ უნდა გაამთხუნოს კონკრეტულ ბრალდებას. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ არის სამართლებრივად გადაკვალიფიცირების შანსი და შესაძლებლობა, მე მაინც ვიხრები იმისკენ, რომ მოსამართლეს აქვს ორი გადაწყვეტილების მიღების საშუალება. ან უნდა გაამართლოს გიგაური, ან უნდა გაამთხუნოს. იგივე მდგომარეობაა გიორგი ახობაძის შემთხვევაშიც, ან აქვს პირობითად ვამბობ პირს ნარკოტიკი, ან არ აქვს, ხო? სხვა ალტერნატივა არ არსებობს, გადაკვალიფიცირების შანსი როგორც ერთ, ასევე მეორე სისხლის სამართლის საქმეში არის ერთი. ან უნდა გაამართლოს ბრალდებული, ან უნდა გაამთხუნოს.